ხვალ 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი გადამღები ჯგუფი სპეციალურად ამ დღისთვის ბასტი ბუბუს სტუდიას ეწვია. ზაფხულის პირველ დღეს 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ბასტი ბუბუს სტუდიას ესტუმრა. პირველ რიგში მინდა ჩემს საყვარელ ბავშვებს მოულოცებ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბასტი ბუბუ დაარსების დღიდან აღნიშნავს ამ დღეს დიდი ზეიმით. იმიტომ რომ რაღაც ხდება ხოლმე ესე რომ უფროსები მხოლოდ ამ დღეს მოიხედავენ ხოლმე ბავშვებისკენ და არის კონცერტები, ზეიმები, ეს სიყვარული არის ჩვენი მთავარი საიდუმლო. ბასტი ბუბუ ქართული სიტყვაა და შრიამულს და ბავშვების აურზაურს ნიშნავს. საბავშვო გადაცემა ფერადი და მუსიკალური ბასტი ბუბუ პირველად ეთერში 23 წლის წინ გავიდა. ერთ წელიწადში სტუდიაც შეიქმნა. მას შემდეგ ბასტი ბუბუ ქართველი ბავშვებისთვის ჯადოსნურ და საყვარელ სიტყვებად გადაიქცა. ბასტი ბუბუ სამყაროში მოხვედრილი პატარები ზღაპრულ და ლაღ გარემოში გრძნობენ თავს. მათ შორის არიან სოხუმიდან დევნილი 6 წლის ანასტასია მოთიაშვილი და 5 წლის ნინი შარიქაძე. 5-ის. საიდან ხარ ნინი? ყვარჩელი. და ბასტი ბუბუში რა მოგწონს, რა საკეთება აქვს? ცეკვა მღერი ვარ და ბალეტს ვიყო. ბებე ეძახის დედას ერთი ბეკეკო. პატარა ჯერ ვერ ჭამს ველს ბარალს და ვერს ნეკეკო. შია მოდი დეო მინდა ბევრი ძეო დავიღალე ხტუნი ბეო. ცეკვა მღერი ვარ პაშასთან დავდივარ და კიდე სიმღერაზე. მე მომწონს მეგობრები კიდე ბალეტი. ლამაზები და კეთილები. წლიდან წლამდე სტუდია პატარებს საინტერესო, სახალისო და განმავითარებელ პროექტებს თავაზობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, დევნილი და უპატრონო მოზარდებისთვის განხორციელდა. ბასტი ბუბუსთვის ბავშვი ყველა არის ერთი და იგივე, ყველა არის ჩვენი სამიზნე, ყველა ბავშვი. და პროექტიც აქვს ასეთი გაკეთებული ბასტი ბუბუ ყველასათვის, სადაც უსახკარო, უნარშეზღუდული, ქუჩის ბავშვები, ლტოლვილები, ასე შემდეგ ინტეგრირებული იყვნენ ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად და მუსიკალური ნომრები მომზადდა ამ ორ ჯგუფს შორის. აი უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად გადავიღეთ ეს კლიპი თუ, რომელიც ჩვენი სიმბოლოც გახდა ბასტი ბუბუს სიმბოლო, სადაც ერთ ჯგუფში შედან აი უნარშეზღუდული და ბასტი ბუბუს ბავშვები ერთად წევყვნენ, მათ ერთი პედაგოგი ყავთ და ეს იყო რაღაცნაირად სიმბოლურად იმის მანიშნებელი საქართველოსთვის, რომ იწყებოდა აი ეს პერიოდი, სადაც ადამიანებმა დაინახეს ზოგადად, რომ თურმე ესეთი ბავშვებიც არსებობენ. ზუსტად აი ამ პროექტშიც იყო ლტოლვილ ბავშვებთან ჩავწერეთ ძალიან საინტერესო გზავნილები წერილი, ტრედის წერილები, იმიტომ რომ მაშინ ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი იყო აფხაზეთთან. ბასტი ბუბუს სტუდიაში მუდმივად სიახლეებია. თაობებს თაობები ცვლის, რაც თავისთავად სტუდიის საქმიანობას მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის. ამჯერად ახალი პროექტი ბასტი ბუბუს ახლად შექმნილი ტელევიზია, რომელიც სკოლამდელი, დაწყებითი კლასების აღსაზრდელების და თინეიჯერების ინტერესებზეა გათვლილი. ჩემ მეგობრებთან ერთად 20 წელია ვიგონებთ ისეთ სამყაროს, რომელიც გვინდა რომ გქონდეს ჩვენ ბავშვებს, ჩვენ ასეთი ამბიციური იდეა გვაქვს, რომ გვინდა რომ თქვათ როგორც ამერიკასთვის არის დისნეი, ბასტი ბუბუ ესე იყოს საქართველოსთვის და ეს ვერასოდეს ვერ დადგა ის დრო, რომ მოიცალოს საქართველოს ბავშვებისთვის. სტუდია ბასტი ბუბუ თვით დაფინანსებაზეა და ბევრს ვერ ანებივრებს ქველმოქმედებით, თუმცა ახალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. ჩვენ ვზდით თაობას, რომელიც იქნება ქველმოქმედი თაობა, იმიტომ რომ ყოველთვის როცა მოდის საშობაო ვეუნებით, რომ მოდი ორი თოჯინა და სთხოვე თოვლის ბაბუს, რომ ერთი შენთვის და ერთი იმისთვის, ვისაც თქვათ ვერ მოუტანს დედიკო და მამიკო და აი ასე რომ გაიზრდება ბავშვი, ის აუცილებლად იქნება კეთილშობილი და აუცილებლად სხვანაირი საქართველო გვექნება. 11 წლის მერიკო ლონდარიშვილი საპატრიარქოს თავშესაფრიდანაა. 3 წლიდან ბასტი ბუბუს სტუდიაში უფასოდ სწავლობს და მასწავლებლების და აქ შეძენილი მეგობრების მხრიდან მუდმივად თანადგომას გრძნობს. მეთაურობა ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს ჩემი მასწავლებლები. უფრო ძალიან მიყვარს თამუნა მასწავლებელი. ისე ყველა მასწავლებელი მიყვარს. ისინი ძალიან კარგ სიმღერებს მასწავლიან, ცეკვებს.
კესო ჯოხაძე კი ცხინვალიდან დევნილია და ისიც მერიკოს მსგავსად 4 წლიდან მეცადინეობს ბასტი ბუბუს სტუდიაში. ბასტი ბუბუში დავდივარ თითქმის 8 წელია. მე აქ ძალიან ბევრი კარგი დრო მაქვს გატარებული. ადრე ვსწავლობდი სიმღერას, ბალეტს, ცეკვასაც. ხოლო ამჟამად ბანკეტი გქონდა და ახლა მხოლოდ ჰიპ-ჰოპს გვასწავლიან. ოცნებობ რომ ვიყო პოპულარული და ყველა მიცნამდეს. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა კესოსთვის უსასყიდლოდ. ამდენი წელია უკვე მე-9 წელი რამის დაიწყო უკვე და არანაირი გადასახადი არ არსებობს კესოსთვის. აი ჩაწერაც რომ არის კლიპისთვის, რამდენიმე კლიპიც კი აჩუქეს კესოს და არ ვიცი ეს მადლობა, ეს ყველაფერი, ეს სიკეთე როგორ გადავიხადო ამ ბასტი ბუბუს სტუდიასთვის. მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემიძლია ის რომ ვთქვა რომ მრავალი წელის მოღვაწეობას უსურვებ ბასტი ბუბუს. მრავალი აი ასეთი ბავშვებისთვის ოცნება აესრულებინოთ ნამდვილად. მშვიდობები დაგიქნიოს უნდა თათი თუ გინდა ისავლო კითხვა დაწერს უნდა გაყოლო თითი ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს რა არის თხილი სოროდან ვინი ჭყიტება დანარჩენი გააგრძელებ სახლში.